დილამშვიდობის გოგოებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას. ეს გაურეცხე და კალმასთან მქონდა. ეხლა რაღაცეები გაურეცხე ჭურჭელი. ცოტა რაც მქონდა, გასარეცხია. მახვედრება ხოლმე მაინც. მაგრამ პრინციპში გუშინ წყალი არ მქონდა საღამოთი. წყალი დაწყდა და მაგიტო დამრჩა ახლა რითი გამერიცხა. ხოლმე რამდენიმე თებში და ის გავრიცხე. აფა. ეხლა მე და თქვენ ყავა დავლიოთ გემრიელად და მე უნდა წავიდე რამე უნდა ვიყიდო პურიც არა მაქვს სახში. საჭმელი უნდა ვიყიდო და მედანი გაწავალ ხა მარტო ვერ მოვიდა. რა ვიყიდო ამ საჭმელზე ფიქრმა ხო საერთოდ დამღალა რა. ყოველ დღე რა გააკეთო, რა იყიდო მათ ეს სხვა რაღაცა უნდა. ნიკას ვიცით რაც უნდა და ადვილია უკვე მივდივარ და მაგას ვყიდულობ, მაგრამ მათ ეს სხვა რაღაცა მე და გიას კიდე ცოტა ისეთი საჭმელი რაღაცა უგაკეთდეს სახში გიასთვის. ანძენელია ყველა რო სხვადასხვა რაღაცას მიითმევს. ყავა ხო ვიყიდე გუშინ და არ ჩამიკრია. გუშინ დელკრიანი პირველ მომეწონა და უფრო გახმა. Gachma. მათ ეს ყიდულობ ხომ არაჟანს. მაკარონსაც დიდად აღარაჭამს. კარტოფილი უყარს. კარტოფილი უნდა ვიყიდო 1-5 კილო. სუნი აქვს. რაღაცა სასწაულის სუნი აქვს. სანგემრიელი და ისინი რო გითხარით ადუღებენ და 4 ლარი როღირს. გოგოებო, უილა კი არ არის 4 ლარი, რაღაცა არ ვიცი სასწაულად ადუღებენ, იმიტომ რომ ეს სუნი რაც აქვს ამას, ხო? გამოსდევს იქ გემოც ეგეთი. სასწაული გემო გამოსდევს და მე რო ვადუღებ არ არის ეგეთი ხოლმე და არ ვიცი ხა რაღაცა აპარატი აქვს ძალიან ისეთი მე ვიყურებდი გუშინ როგორც აკეთებენ. სხვანაირად აკეთებენ ეგენი. მათ გოგოები. სხვანაირად ძალიან დიდი იმითი მოდიოდა წნევით. ჯერ რაღაც ჭიქებში ასხავენ რძიანსაც აკეთებენ, მე რძიანს უნდა გავსინჯო. წნევით მოდიოდა ძალიან ესეთი სულ შხეფებს ისროდა. და მერე ასხავდნენ ჩვეულებრივ მაგ იმაში ჭიქებში იმისი ქაღალდის. ეს მაჩუქეს ახლა მომიტანეს საჩუქრად და ხამე იქ უნდა დავიდგა ხოლმე წყლისთვის ჩემ ოთახში. წყალი შევიტანო ძალიან კაია, იმიტომ რომ ვდგები ხოლმე წყურდი აღამა წალი. გოგოს უნდა მიპასუხო კომენტარზე. რომელმაც მომწერა 18 საათიან დიეტაზეო ისაუბრეო. და წყალზეო.
გავიდეთ იქით ოთახში, რომ ჩამოვჭდე, ყავა დავლიოთ თან და თან ამ გოგოს გავცეთ ასუ. ასუხი რა ჩემი თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით. აი ესე. ამოვადგოთ ეს ყავა ჯერ. ეხლა ვფიქრობ, კიდე რა ვიყიდო დღეს. ორნაბიჯი უნდა გადავიდე, მე მათ გადავდივარ ხოლმე, იმიტომ რომ შედარებით იაფია და 50 კლასში, 55 კლასში დაახლოებით ეგრე ხარჯავ ხოლმე რაღაცა მომდის მაინც, არა უშავს, ხიცლად ვყიდულობ ცოტას და ძევს ვყიდულობ ხოლმე ასუსის. მათ ეს ძეხვი უყვარს ძალიან და გუში რო ვიყიდე, აი ამას ვყიდულობ ხოლმე მათისთვის. მე მგონი რომ ეს არ არის ცუდი. აი ესეთი. ატარები ყვა. მაგას. სოკო აუცილებლად უნდა ვიყიდო გუშინ ცოტათი დამიმლაშდა, თორე ისე უგემრიელესი იყო და მომწერეთ რომ ნიორი უნდა ჟანაო და ვიცი მეც ნიორი რო უნდა და თავი დამოვიწყდა გამომრჩა რაღაცნაირად. სისწრაფეში სხვაგან მივდიოდი გუშინ საღამოს სხვაგან მიყავი წასული და განცდებში და რაღაცა რომ მომესწრო გიამოდიოდა უნდა ეჭამა. სუნი. ეხლა რო ვუსუნე, გემრიელი სუნი. მაგრამ ის სხვა რაღაცა არის, არა და გოგოებმა მითხრეს რომ იგივე ყავას ვადუღებთ. ეს მინდა რავი ცოტა შევატან, იმიტომ რომ მეტი არაფერი მაქვს. აქ კამფეტი კი მაქვს. ჩემი დაყოლილი ნახევარი. მე შევინახე ეს და ამასაც წავიდეთ მეოთხეს. ეს ჩემი ვარდი გიამ რომ მიყიდა ნახეთ როგორ გაიშალა. იცით რა საყვარელია, ძალიან კაი სუნი აქვს ისევ. ხო ეხლა წავალ მოვიტან იმას რა ქვია. ყავას ერთი წუთით. ეს მოვედი, გავასწორო ერთი კამერა. აქ არის სამთლები. ხო და ეს ცელოფანი რა ცუდად მიდეს. ჯობია ესე დავდო სამთლები აქ. ძალიან მიყვარს სანთლის სუნი და ეგეთი სანთლის სუნელისნაირი საკმეველი თუ იყიდება, ეგეთი არ ვიცი. უნდა ვიკითხო. ხო გითხარით დედაჩემს დავუტოვე ყველა ბიჟუტერია და აღარ გამოვართმევ ხა იმას და თავიდან უნდა ვიყიდო ყველაფერი რაც მომწონს, რაც მქონდა ეგეთებიც. ყველა მომწონდა ეხლა ჩემი არჩეული იყო და აქვს ისე.
რაც შეეხება 18 საათიან დიეტას, ეგეთ დიეტაზე თან ვფიქრობდი დღეს. ერთი დღეც არ ყოფილვარ გოგოებო მე. ვმუშაობ რა პერიოდშიც მე წონაში დავიკელი. ხშირად ვდგებოდი ხოლმე 7 საათზე, იმიტომ რომ 8 საათზე უკვე სამსახურში ვიყავი. 7-ზე ვდგებოდი და იქ ვსვავდი ხოლმე პირველ რიგში ყავას და ბანანს ვატანდი, ანუ 8-ზე. 9 რო დაიწყებოდა. როცა სახლში ვიყავი დილით და საღამოთი ვმუშაობდი, ვდგებოდი გვიან და მაშინ მიწევდა გვიან ჭამა, იმიტომ რომ ძილი არ მყოფნიდა, როცა 7-ზე დგები ხშირად. მერე მეორე დღეს, როცა უკვე საღამოს მენახარ, გეძინება ხოლო დილით, ვეღარ დგები 7-ზე. ხო და უკვე მიწევდა ხოლმე გვიან ყავის დალევა, მაგრამ ფაქტიურად 12 საათამდე მაინც არა უფრო ადრე ვდგებოდი და უფრო ადრე ვსაუზმობდი, ესე გამოდის. ეგ ხო ეგრეა, რომ 6-ის მერე არ უნდა ჭამო და 12-მდე, 12-ის მერე უნდა ჭამო მერე. საღამოთი 6-ის შემდეგ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ არ მეჭამოს 6-ის შემდეგ. 7-ზე ვჭამდი, 8-ზეც ვჭამდი და რა ვიცი, როცა მომიდებოდა დღე ვერ ვახერხებდი, მაღაზიაში ვიყავი და საჭმეს ვერ ჭამდი და საღამოთიც რო არ მეჭამა. რა გამოვიდოდა, ხან ისეთი დაღლილი მოვდიოდი, ჭამის თავი არ მქონდა ხოლმე. ეკავა ძალიან. აი სხვაგანაც უნდა იყიდო, ისეთი გემრიელია სისაური. და ანუ ეგ მე მგონი ძალიან დიდი დრო არის, რა ვიცი, 18 საათიანი. უფრო 7-ის მერე, 8-ის მერე და ეხლა 9-მდე ვჭამ საღამოთი. 9-ზეც მიჭამია, 9-ის მერე ხოლმე ვცდილობ რომ არ ვჭამო, მაგრამ 9-ზეც მიჭამია ხოლმე ეხლა. და დილით ოღონდ ეხლა მიწევს სულ გვიან. იმიტომ რომ სპეციალურად კი არა რომ რაღაცა დიეტაზე ვიყვე და წონა შევინარჩუნო და მაგის გამო არა გოგოებო. მათე 2 საათზე მიდის სკოლაში. დილით მე ადრე არასოდეს არ ვდგები, 10-ზე ვდგებით ხოლმე, ეხლა რომელია? ყავას ვსვავ ეხლა ხო? პირველად 11 საკლია 10 წუთი. დილით ჩემ თავს არ ვაძალებ ეხლა რომ 7-ზე უნდა ავდგე და 8-ზე და არ ვიცი ხა ჩემი არ არის ეგ დილით ადგომა. მე მთელი 1 წელი ვდგებოდი ხოლმე 7-ზე, მზის ამოსვლასაც ვუყურებდი, ყველაფერს ვუყურებდი, როგორ თენდებოდა ფაქტიურად იმასაც ვუყურებდი და ხალხი როგორ იწყებდა მოძრაობას, მაგრამ მე არ მიყვარს ძალიან ადრე ადგომა. რა გავაკეთო, მიჩვენია ავდგე 9-ზე, 10-ზე, 10-ზე ვდგები ხოლმე ეხლა უფრო 10-ისკენ ეხლაც ეგრე ავდგი. 10-ისკენ ვდგებით. დილის ძილი ძალიან მიყვარს. არ მიყვარს ძალიან ადრე უთენია ადგომა. რა ბავშვობიდან ეგრე ვარ. რომ დილით მიყვარს ძილი და აი ჩემთვის რომ ავდგები, ჩემთვის რომ წყნარად გავაკეთებ საქმეს. დილით კარგი იყო მათე სკოლაში რო იყო სოფელში, მათესთვის იყო ეგ კარგი, რა ვიცი, ვფიქრობ, მაგრამ აქაც არ არის ცუდად. მაგრამ მე მაგალითად არ მომწონდა ძალიან ადრე ადგომა, თან ზამთარში რო ცივა რა უნდა გააკეთო, მე ხან ისე ვწებოდი,
ცოტა ხნით და რა ვიცი, ერთი სიტყვით რა ეს უფრო მომწონს, რომ შუადღით მიმყავს სკოლაში ავდგები 10-ზე, მერე მოვემზადებით, გაკვეთილებსაც გადავხედავთ, ვასწრებთ ყველაფერს, ყავას გემრიელად წყნარად დავლევ, ვიდეოს გადავიღებ, ყველაფერი აბსოლუტურად მივალაგებ, 2-მდე ვასწრებ ყველაფერს. მერე აწყობილი მაქვს რა, ასე ვთქვათ, ჩემ გრაფიკში მოვარგე. მერე თუ რამე საქმე მაქვს, მათ ეს რო სკოლაში მივიყვან, ფაქტიურად ყველაფერს ვასწრებ სანამ გამოვიყვან. ყველაფერს. წასვლას, მოსვლას, მოტანას, გაკეთებას, რა ვიცი, ყველაფერს ვასწრებ. ხო, არასოდეს ჩემი თავისთვის არ დამიდგენია საზღვრები, გოგოებო, აი აქედან აქამდე გეჭმევა. არასდროს. თავისთავად როგორც ხდებოდა, ეგრე ვაკეთებდი სულ. დღემდე ეგრე ვარ. 9-ზეც ჭამეხლა უბრალოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენ სჭამ და რა სჭამ. დროებს იმდენად არა. ნუ რა თქმა უნდა არ უნდა ჭამო და არ უნდა დაწვე, ჩემი აზრით არის ეგეც, არ ვიცი რა, ბოლომდე. რო ჭამო და დაწვე კიდევაც რა ვიცი. მოსვენება ხო გინდა უბრალოდ. შეიძლება ჩაიდალიო ძილის წინ. თორე სხვა დანარჩენი რა ვიცი, როცა გინდა ჭამე, მთავარია რა სჭამ. აი ხა გუშინ ნიკასთან ლაპარაკობდი, ამასაც უყვარს ამ თემებზე ლაპარაკი, თვითონაც ჯანსაღყვებას მისდევს და თან ვარჯიშობს. და მინდა რომ ყოველ დღე 3 კვერცხი ჭამო. აი ეს მინდა რომ გავაკეთო. ყოველ დღე 3 კვერცხი. 4-იც კარგია, მაგრამ 4 რა ვიცი, 4 შეიძლება ბევრი იყოს ჩემთვის რა, რომ შევწვა 4 ვერ შევჭამ. დილით ვერა გამიჭირდება მეორე კვებაზე. მაგაც აქვს მნიშვნელობა რა შეჭამ, რამდენ შეჭამ. რაოდენობას. ეს რამდენი ხანი უნდა ვჭამო, არ ვიცი, აღარ მინდა ეხლა უკვე. მეყო 1-5 დღისა არის მე მგონი ეს, მაგრამ ბავშვებს გავასინჯებ, იქნებ მოეწონათ, არ უნახიათ. მათე მოდი დედი, აქ პრიანიკი მაქვს, მოდი აბა ნახე გასინჯე. რაც შეეხება წყალს. სამწუხაროდ წყალი არ მინდება. და მე არ შემძელა ძალით დავლიო წყალი. არ არსებობს, ვერ დავლევ ძალით წყალს. ეხლა რაც მწნილი გავაკეთე, ყვავილოვანი და ცოტ-ცოტას ვჭამ, წყალი მინდება და გემრიელად ვსვავ წყალს. ისე წყალი არ მინდება მე და ეს ძალიან ცუდია. შეიძლება 2 ჭიქა დავლიო დღეში. მეტი არა. მე არ ვარ მომხრე ადამიანმა თავის ხეულზე იძალა. ეგეც გამოვცადე. გეტყვით. პუტყუნა ვიყავი მათესნაირი და გოგორო ვიყავი დედაჩემს. ეშინო და ესე არ დარჩესო, სუქანიო, სულო. ადრეც მომიხოლია, მგონი თქვენთვის, მაგრამ ახლებიც არიან, ემატებიან და აინტერესებთ.
წამომიყვანა თბილისში, დიეტოლოგთან დამინიშნეს დიეტა, ხორცი, 2 დღეში ერთხელ 400 გრამი ხორცი უნდა მეჭამა, 9 კილო ფაქტიურად საქონლისა სუნჭლე და შემაჯავლეს ხორცი. საქონლის ხორცი არ მიყვარს მე. მანამდე ჩვეულებრივად ვჭამდი. აღარ მიყვარს საქონლის ხორცი. რო იხარშება, მაშინაც ცუდად ხვდები სუნზე. ამ იმას ძალით მაჭმევდნენ და ვიცი ეგ გრძნობა რაც არის ბავშვობიდან. დედაჩემი მაზალებდა უნდა ჭამო, იმიტომ რომ ზონაში დამეკლო და იმიტომ რომ ექიმა უთხრა ეგნე და მაინც ვერ დავიკელი მაგ დიეტით. იმიტომ რომ ამ ხორცს უყრიდი, საჭმეს არ ავჭამდი და მაინც არ ვიკლებდი. არც ხორცს ვჭამდი სკოლაში, რასაც მატანდა იმას უყრიდი, ძაღლებს ვაჭმევდი ხოლმე მახსოვს. და იქ კიდე სახლში კიდე ხა დედაჩემთან ერთად ვჭამდი, რა მექნა ეხლა, უნდა მეჭამა. და ეგ შეგრძნება გულისრევით ვჭამდი სულ მახსოვს რაც არის. იმის მერე რაც მოვიზარდე. ჩემ თავზე არასოდეს არ მიძალადია, იმიტომ იყო რომ ტკბილეულით ფაქტიურად ვიბურთებოდი ასე. ძალიან ბევრ ტკბილეულს ვჭამდი მე. მე საჭმელი არასოდეს არ მასუქებდა. იმიტომ რომ საჭმეს არ ვჭამდი გოგოებო. ეხლა მე იმიტომ არ მიჭირს წონის შენარჩუნება, რომ მე არც არასოდეს არ ვჭამდი საჭმეს ბევრს. არასოდეს. არც პურს, არც ხორცს, არც ცხიმიას, არაფერს. დიდათ არ მიყვარს ეგ ყველაფერი მე. მე ვიყავი დამოკიდებული აი ამ რაღაცეებს. ეს ყველაფერი რომ ამოვიღე, სასწაული რაღაცა მოხდა. წონაში დავიკელი არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული, ვიღაცეებს რაღაცები გონიათ. ჩემმა გამომწერმა მომწერა რომ ჟანაო ეგრეთ თქვეესო რომ ჟანაო ოპერაცია გაიკეთაო თუ რაღაცა როგორღაც იყო რა. ზუსტად აღარ მახსოვს. მაგრამ როგორ დაიკლო ამდენი თუ. არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია, ფიცს არ დავიწყებ ახლა ვის გულისთვის, რის გულისთვის. ჩემით დავიკელი ეს წონა. დავიკელი ფაქტიურად იმ დღეს ექიმთან რო ვიყავი, ეხა ბოლოს მე. ანუ ეს რაღაცა კვლევები რო გავიკეთე პასუხებს ხო ველოდები არც ვიცი ჯერ. ჯერ ხო ოჯახის ექიმთან მივედი და ვუთხარით ხოლმე მეთქი ჩემი წონა მითხარი მეთქი რა, ზუსტი მეთქი. ზუსტი წონა მითხარი მეთქი, რამდენი ვიყავი, იმიტომ რომ იმას უწერია იქ და ვიყავი 90 კილო თურმე. და დაახლოებით ეგრეც ვიცოდი, მახსოვდა რომ ეგრე ვიყავი. 90-92 შეიძლება უკვე დაწყებული მქონდა დიეტა რომ მივედი და ცოტა დაკლებული მქონდა ზონაში. 90 კილოდან დავიწყე, ვარ ეხლა 60 კილო ზუსტად. არ ვიცი აღარ ამიწონია რამანია იცით. რაღაცა სასწორი კი მაქვს, მაგრამ ზუსტად თუ წონის ეს სასწორი ეგეც არ ვიცი. ელემენტებზე არ არის ეს. ის არის აქ და არც ვიწონები ეხლა რა. წარამარა არ ვიწონები. ვიცი რომ ეგრე ვარ, რასაც მეზეც იმ წუთში გძნობს ადამიანი თუ ცოტა მოგიბატა. 60 კილო. ხა 61 ვთქვათ. მეტი არა. ანუ რას ვამბობ? ჩემით დავიკელი 30 კილო. ისე 100-ც ყოფილ ვარ. YouTube-ი რო დავიწყე, 100 კილო ვიყავი. მე 10 კილო ჩამოვიკელი, იმიტომ რომ ეგ ძალიან ის იყო, აი ნერვიულობის გაფუება იყო ეგ ჩემი წონა არ იყო არასოდეს მაგდენია. არა, არასოდეს არ ყოფილ ვარ. ეგ იყო ძალიან დიდი სტრესის შედეგი. ჩემი ძმის ნერვიულობის შემდეგ, რაც დამემართა. და ეგ ძალიან მალევე ჩამოვიკელე რა, ჩამოვიტოვე რავი. გაქრა წავიდა სადღაც ეგ წონა, 10 კილო, არც დიეტები არც არაფერი თავისით.
და ადამიანს რო ესეთი რაღაცეებით ემართება, სუქდება სტრესით, ამით, იმით და ამ ხელაწონა რო არის და აი ესეთ ადამიანზე მერე რო იწვალა ამდენ დიდი შრომა უნდა ამას რო დაიკლო 30 კილო და 35 და 40 დავიკელი ფაქტიურად თუ იმასიდან დავთვლით ამას ხო დიდი შრომა უნდა გოგოებო ხო ვერ იკრებენ ესე ადვილად გოგოები 5 კილოს ვერ იკლებენ წვალობენ და ესეთ რაღაცაზე მერე რომ მაიმუნობ და მასხარად იქნებ და ადამიანს და რა ვიცი აი რო გიხარია მაგისი თუნდაც შეიძლება არ მოგწონს რომ დაიკლო და გიხარია აი არ ვიცი ესეთი ადამიანები როგორ არიან რა არ ვიცი აი ვერ წარმომიდგენია მე ეგეთი ადამიანები ჩემთვის არიან ნული ადამიანები აი როგორ გითხრათ აი არ ვიცი რა დავარქვა მაგათ ფსკერზე არიან რანაირ განათლებაც არ უნდა გქონდეს და იწონებდეს თავს ჩემთვის არის ნული ეგეთი ადამიანი როგორ უნდა დასცინო მაგაზე ადამიანს ვერ წარმომიდგენია წონის კლებაზე ან მატებაზე ან კლებაზე ან ისა 100 კილოც ვიყავი 60-იც ვარ როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა რომ ვიღაცას გარეგნობის გამო დასცინო პირიქით ხო უნდა გიხაროდეს ადამიანის კარგად ყოფნა მე ესეთი პიროვნება ვარ შინაგანად მე ვირჩევ სიკეთის კეთებას მე გული ყველას მიმართ აბსოლუტურად მაქვს სუფთა მაგრამ სიკეთის კეთება იმას არ ნიშნავს რომ შეცდომები გაიმერო ამას კი ვამბობ ყოველთვის რა შეცდომებიც დავუშვი ცხოვრებაში იმას აღარ გავიმეორებ არავითარ შემთხვევაში ეს უკვე ჩემი თავის დაზიანება იქნებოდა აუცილებლად ვიცხოვრებ ფრთხილად თუმცა გული ყველას მიმართ მაქვს სუფთა სიფრთხილე საჭირო არის ვისთან გექნება ურთიერთობა როგორ ადამიანებს აირჩევს ამეგობროთ როგორ წრეში გინდა რომ იყო ყველა შემოუშვებ თუ არა შენ გულში შენ სივრცეში ანუ ბევრი რაღაცა ვისწავლე რა თქმა უნდა და ვსწავლობ კიდე სულ ვსწავლობ თუმცა გული მაქვს სუფთა არავის არასოდეს არ დავცინებ არავის არასოდეს ცუდს არ ვუსურვებ არავის არასოდეს არ ცის არ დავწამებ არ ვუბოროტებ არ რა ვიცი აი არაფერი ცუდი სხვის მიმართ ჩემი მხრიდან არაფერი უბრალოდ შეიძლება ვიღაცასთან ურთიერთობა არ მიტოტეს და თავი შევიკავო იმიტომ რომ ტკივილი არ მომაყენოს ხო ესე შეიძლება ძალიან ახლობელზეც დაგემართოს გიყვარს უზომოდ მაგრამ ცოტა ცალკედად იმიტომ რომ გული გატკინა და იმიტომ რომ ეგეთი მჭიდრო ურთიერთობა ამ ადამიანთან არ ვეძს შეიძლება ბიძაშვილი იყოს შენი მამიდაშვილი ძალიან ახლობელი, მაგრამ ცოტა დისტანცია დაიჭირო მასთან. ჯემ სახში მოვიდა გოგო. მე და გია გადავყევით. ისეთ რაღაცეებს მიწერ და დაუბლოკე მერე. ისეთ რაღაცეებს მიწერ და კომენტარებში რომ პირაპირ ეს იყო, არ ვიცი, აი ძალიან დიდი უმადურება და ძალიან დიდი სიბოროტე იყო ეს. ყავადალია ჩემთან. ერთად ვისაუბრეთ. მე და გია წავიყვანეთ მერე მანქანით. და ეს თირამე გამიკეთა. ეხლა მან რომ მომწეროს მე მასზე გული მაქვს სუფთა არ ვუსურვებ მაგ გოგოს ცუც არაფერს მაინც.
მე არ გავბოროტდები მის მიმართ არასოდეს გოგოებო. არც ვიცი სად არის ახლა როგორ არის მე მგონი რომ შემოსასვლელში ცხოვრობ თბილისის ეგით. არ ვიცი, იმიტომ დაბლოკინე. მაგრამ მას ცოცხ არ ვუსურვებ, მაგრამ ჩემთან აღარ მოვუშვებ არასოდეს. რომ მომწეროს და არ მინდა მე ეგეთი. გიორგი ბატონო. მოხვედი. მაშ. მოდი. შენ ვიდეოს იდეა? აქეთკენ დადი, აი, ბოშის წიგნია. ვიდეო. ათქენ. აი, მშრომელი ბიჭი. რა, კარტოფილიანები. სად იგი? შენ თაროახლოში როხს. აი, ბიჭი ხარ მადლობ. აი, ცოტა რომ საჭმელი არ აქვს. სანამ წავედით მოგვიტანა. შენია? წავედი ახლა. კარგა ხანი ვისაუბრეთ. ერთი სიტყვით წაზე რაც თქვი არასოდეს არ დამილევია მე ის რაც არ მინდა და ვერ დავლევ და ყვებაზეც ხო ვილაპარაკეთ, ვისაუბრეთ. როცა მოგშივათ, მაშინ ჭამეთ, გააჩნია რა შეჭამთ და რამდენს. მაგას უფრო აქვს მნიშვნელობა ვიდრე დროებს. დროებით